الحمد لله والصلاة والسلام على رسولنا أما بعد رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي رب زدني علما السلام عليكم ورحمة الله وبركاته მოგესალმებით სულფასო მოგონებო გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ როგორ უნდა იყოს ადამიანმა აბდესტი როგორ უნდა გასუფთავდეს ნეჯასეთისგან ეს იქნება პატარა სიბინძურე თუ დიდი სიბინძურე როგორიც არის დიდი აბდესტი და პატარა აბდესტი რა შლის დიდი აბდესტი და პატარა აბდესტი როდის გვესაჭიროება დიდი აბდესტის აღება და პატარა აბდესტის აღება თუმცა ეს ყოველივე იყო წლით როგორ უნდა გავასუფთავდეს დღეს ვისაუბრეთ ადამიანმა როგორ იპოვოს წყალი ისეთ კომანდობაში ჩავარდეს ან ავად გახდეს და იქ მაუგზავნოს რომ შენ წყალმა არ უნდა შეგეხოს ამ ადამიანმა როგორ უნდა მოიქცეს როგორ უნდა გასუფთავდეს როგორ უნდა ილოცოს ნამაზი და ასე შემდეგ ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ ومن لم يجد ماء ადამიანმა რომელმაც რომ ვერ იპოვა წყალი وهو مسافر და ეს ადამიანი არის გზაში გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე ამ ადგილს შორის უნდა იყოს 90 კილომეტრი ეს არის განსაზღვრული ადამიანი რომელიც რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდება და ეს ამ ორ ადგილს შორის არის სხვაობა დაახლოებით 90 კილომეტრი ან მეტი ის ადამიანი უკვე იქნება მგზავრად და აქ ეს იგულისხმება او خارج المصري بينه وبين مصر نحو ميل ან ქალაქარეთა ეს ადამიანი არის ქალაქარეთ და მასსა და ქალაქ შორის არის დაახლოებით 1 მილი მანძილი აქვს გვეუბნება რომ არის დაახლოებით 1800-1900 მეტრო და ამდენი მანძილი ამ ადამიანმა რა უნდა თმას ექსრა ამაზე უფრო მეტი და ეს ადამიანი ვერ პოულობს წყალს არის მგზავრი ან არის ქალაქარეთ და არ აქვს წყალი ამ ადამიანმა როგორ უნდა მოიქცეს أو كان يجد الماء إلا أنه مريض أن يستدميان قولوس تقاس أفسقالي ثم يستدميان يعزوات فخاف إن استعمل الماء أشد مرضه دا أما تم إشين يارم تو أنسقاس كمو يقنبس اسم مساوت بوباس زيانس ميسمس أو خاف جنوبه إن اغتسل الماء أن يقتله البرد أن جنوب يادمياني أكيد بدمياس وشيناس ويساوله بيوت كقولت زرهم تهريس خولونا دايبانس جنوب يادميان ما ده بدمياس إيشين يارم تو سيريس قالي دايبانس مس تانس ماشين أول كاختبا أن مقدمام خلاص شيشيابس أما بدميان ما ربنا مولسس أو يمرضه أن أول كاختبا فإنه يتيمم بالسعيد ماشين أسدمياني سوق تاميتيت تيموس كاكتبس تيموس شغل كاكتبس ეხა გვეტყვის თუ რა არის თემუმი არის მიწით გაწმენდა ანუ ადამიანი გაიწმინდება როგორც წყლით ასევე მიწაც არის ადამიანისთვის გამწმენდი და თემუმი დარბეთ არის თემუმი არის ორი დარტყმავანო ავიღებთ ხელებს და მიწაზე ოჯახ დავარყავთ يمسحu بأحدهما وجهه ამ ერთხელ რომ დავარყავთ სუფთა მიწაზე დავარყავთ ხელს ავიღებთ შემდეგ ასე გავაკეთებთ და სახეზე მოვისვამთ პირველი ეს არის بالأخرى يديه إلى المرفقين შემდეგ უკვე ხომოვის სახეზე დავარყავთ კიდე ხელზე სუფთა მიწაზე ხელს გავრეკავთ და ხელზე გადავიტარებთ და ჩამოვისვამთ ასე გავაკეთებთ მეორე ხელზეც وتيمم من الجنابة والحدث سواء أو تيمم შეუძლია ადამიანს თემუმი აიღოს როგორც ჯუნუბი ან დიდი აბდესი როდესაც ჭირდება მაშინაც და ჩვეულებრივად პატარა აბდესი ნამაზი რომ ილოცოს მაგისთვისაც შეუძლია ადამიანმა რომ თემუმი აიღოს ونيته فرض في تيمم تيممის გაკეთების დროს ნიეთის გაკეთება არის ფარზი სავალდებულო مستحبة في الوضوء ჩაოლებრივი აბდესში ნაკეთებს ასვით რომ ჩაოლებრივი აბდესის დროს ნიეთის გაკეთება არის მუსტაჰაბი ანუ მოწონებული საქციელი თუმცა თემუმის გაკეთების დროს ნიეთი არის ფარზი სავალდებულო ნიეთი რომ არ გავაკეთოთ ჩვენი აბდესი აღებული აბდესი გამალვა არ იქნება მიღებული وينقض التيمم كل شيء ينقض الوضوء და ყველაფერი რაც რომ შლის ჩაოლებრივ აბდესს იშლის თემუმსაც وينقضه أيضا رؤية الماء إذا قدر على استعماله. أسمع راشلس تيموس تسلس تناخواشلس أنو ადამიანმა არ იყოს სახში წყალი, არც მე ზოგადად არ აქვს არ ქონდა, ვიღეთ ჩვენ მიცით თემუმი, თუმცა შემდეგ წყალი მოვიდა. ისე რომ ნამაზი არ გვაქვს თუნაუცი. თუმცა მოვიდა წყალი, მაშინ ეს თემუმი გაფუჭდა და თავიდან აბდესი უნდა ავიღოთ წყლით. თემუმით უკვე იმ თემუმით ნამაზი ვიღავილოცავთ. ولا يجوز التيمم إلا بسعيد طاهر. და თემუმი მხოლოდ და მხოლოდ არის სუფთა მიწით აღება დაშვებული. ბინძური მიწა არის მიწას რომელსაც რომ სიბინძური აქვს გარეული იმით ვერ ავიღებ თემუმს. ويستحب لمن لا يجد الماء وهو يرجو أن يجده في آخر الوقت. ახლა ეს თემა ეხება ადამიანმა რომელმაც რომ ადამიანს არ აქვს წყალი, სახში მაგალითად სახში ვარ წყალი არ მოსვლა, თუმცა მოვიდა შეწყობილება რომ დაახლოებით 1 საათის მერე 2 საათის მერე წყალი მოვა. და ელოდება წყალს ისიც რომ წყალი მოვა ამ ადამიანმა
ნამაზი უნდა გადადოს, ანუ ბოლო დრომდე, მაგალითად, თუ არის 3:45 წუთზე იქენდი ნამაზი, ჩვენ ვცდილობთ შუადღის ნამაზს და იქენდი ნამაზი არის 3:45 წუთზე. 3 დაახლოებით 4-ის ნახევრამდე, იმ დრომდე, რა დროს რომ ეყოფა ეს ნამაზის შესრულებას, იმ დრომდე უნდა დავუცადოთ და სამ თეიმუმს ავიღებთ. أن يؤخر صلاة إلى آخر الوقت فإن وجد الماء توضأ به وصلى. تو ჩვენ ასე გავაკეთებთ, ანუ ნიეთი გვაქვს რომ დავაგვიანოთ ამ ბოლო დრომდე, თუ წყალი მოვა, აბდესს ავიღებთ. فإن وجد الماء توضأ به وصلى. თუ როგორც ველოდებოდით მოვიდა წყალი, მაგ შემთხვევაში აბდესს ავიღებთ და ვილოცავთ. وإلا تيمم. თუმცა დაახლოებით 10 წუთია ნამაზ დარჩენილი და წყალი არ მოსულა, მაშინ მაგ შემთხვევაში თეიმუმს ავიღებთ და თეიმუმით ნამაზ ვილოცავთ. ويصلي بتيممه ما شاء من الفرائض والنوافل. და ასევე აქ ჩვენი აღებული თეიმუმით ნებისმიერ ამას ვილოცავთ, შეგვიძლია ვილოცოთ ფარზები, სავალდებულო ნამაზები, ასევე შეგვიძლია ვილოცოთ ნააფილები, ანუ სუნათები იქნება ეს თუ სხვა არასავალდებულო ნამაზები. ويجوز